ბატონო, ჩაწერაც დავიწყეთ და ნუ ამ სლაიდიდან გავაგრძელებ მაშინ რომ მივიბრუნდეთ ბევრი არაფერი მithkom საკამდე, უბრალოდ შესავალი იყო ჩემს შესახებ და თემებზე, რომელსაც ისე მივიბრუნდებით. ხო, ეს AI-ის პირველი დღეები, მოკლედ ის რომ ჩვენს პროგრამებს ის რომ პროგრამებს პოტენციურად შეიძლება ადამიანივით ფიქრი შეეძლოთ და ადამიანური ინტელექტის გამოვლინება ისეთივე ძველია თითქმის როგორც პირველი კომპიუტერის შექმნის ისტორია და ამის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ძველი წყარო არის ალან ტურინგის ნაშრომი Computing Machinery and Intelligence 1950 წელს გამოუშვა 1950 წელს დაწერა და ამ ნაშრომში პირველად ისაუბრა იმის შესახებ რომ თეორიულად კომპიუტერების შეგვიძლია დავაპროგრამოთ ისე რომ მათ ადამიანების ფიქრის და ადამიანური ინტელექტის დონის სიმულაცია შეძლოთ. კონკრეტული ტერმინი, რასაც ალან ტურინგი იყენებდა ამ თავის ნაშრომში, იყო thinking machines, მანქანები, რომელიც ფიქრობენ და თუ ამ ნაშრომს აიკითხავთ, აი აქ ლინკი მაქვს პრეზენტაციაზე, საკმაოდ გრძელი ნაშრომია, მაგრამ ეს არის მგონი პირველი ასეთი იდეა, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც არა პირველი კომპიუტერის შექმნა, მაგრამ პირველი პროგრამირების, როგორც ესეთი კონცეფტის შექმნა, რაც ასევე ალან ტურინგს მიეწერება. და ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტერმინი ან შეიძლება ექსპერიმენტი, რასაც ხშირად გაიგებთ ამ სფეროში, არის ტურინგის ტესტი. ამ ნაშრომში, რომელზეც ვისაუბრე უკვე, ალან ტურინგმა აღწერა, როგორ შეიძლება შევაფასოთ აქვს თუ არა ამ მანქანას ფიქრის უნარი. და აი ფოტოზე არის გამოსახული ამ ექსპერიმენტის ეს ექსპერიმენტი როგორ შეგიძლია წარმოიდგინოთ, ანუ C არის ადამიანი, რომელიც ცდილობს გაერკვეს, ცდილობს გამოარჩიოს პროგრამა სხვა ადამიანისგან. ინტერფეისი საკომუნიკაციო აქვთ მხოლოდ ტექსტური, ანუ რომ წარმოიდგინოთ, რომ ჩატშია ელაპარაკება ადამიანი რაღაც არსებას მეორე მხარეს, რომელიც არის ის ნამდვილად არის ადამიანია თუ პროგრამა და ალან ტურინგი ასეთ რამეს ამბობდა, რომ თუ ჩატის ინტერფეისით ვერ შევძლებთ გამორკვევას რეგულარულად ის, ვისაც ვისაუბრებთ ადამიანია თუ პროგრამა, ეს იმის დამტკიცებელია, რომ იმ არსებას იმ პროგრამას მეორე მხარეს ნამდვილად ფიქრის უნარი აქვს. ამ ტესტს ბევრნაირი კრიტიკა ხო ამდენი წლის განმავლობაში ბევრნაირი კრიტიკა შეხვდა და ბევრნაირი სხვა კრიტიკას გაიგებთ. არიან ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ეს სინამდვილეში ნამდვილი ხელოვნური ინტელექტისთვის ეს დიდი პრობლემა საერთოდ არ უნდა იყოს კი არა, არცაა საჭირო, რომ ადამიანის იმიტაცია შეეძლოს. ის შეიძლება დამოუკიდებლადაც იყოს ძლიერი ინტელექტი და ადამიანის სიმულაცია შეუძლია თუ არა, ეს არ არის რელევანტური. მაგრამ მეორე მხრივ ისეთ კრიტიკასაც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ნამდვილი ინტელექტი კი არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სიმულაცია და უნარი პროგრამის, რომ ადამიანი მოატყუოს და არა ის, რომ ნამდვილად შეეძლოს აზროვნება, ისე როგორც ადამიანს შეუძლია. და ნუ ასევე ამბობს Chinese room argument, ჩინური ოთახის არგუმენტიც ერთ-ერთი ფილოსოფიური არგუმენტია, რომელიც ამ კატეგორიას მიეწერება, რომ თუ სიმულაცია არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ინტელექტი გაქვს და ნუ ეს არარელევანტურობის არგუმენტიც არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ რასაც დღეს ინტელექტს ვეძახით, ის როგორც კი კომპიუტერები ამას შეძლებენ, იმას მერე ინტელექტი აღარ ერქმევა. რაც ნუ ეს თქვენება, რა თქმა უნდა, გაიზიარებთ თუ არა, თუ გაინტერესებთ, ეს საერთოდ შეგვიძლია შემდეგ კიდევ ჩავუმოვდეთ. ხო, ეს ისტორიულად პირველად, როცა ეს ტერმინი შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, ანუ ალან ტურინგმა მანამდე დაუძახა thinking machines, მანქანები, რომელიც ფიქრობენ და პირველად ეს ტერმინი ხელოვნური ინტელექტის გაჟღერდა 1956 წელს Dartmouth workshop-ზე, რომელიც იყო ეს ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე კვირიანი
მსოფლიოს უქმიანესი ადამიანების შეკრება computer science-ში, რომლებიც ფიქრობდნენ ზუსტად ამ საკითხზე, რომ აი გვაქვს კომპიუტერები, რაღაც დონეზე უკვე პროგრამირების ტრადიცია არსებობს და აი როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ უკვე ესენი ხედავდნენ შესაძლებლობას, რომ პროგრამებს შეიძლება ადამიანის ან პროგრამებს შეიძლება ინტელექტის თვისებები კონდეთ, უბრალოდ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, აი მაგაზე ფიქრობდნენ და მაშინ მოიფიქრეს ეს ტერმინი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უფრო ზოგადი იყო, ანუ ინტელექტისთვის უფრო ზოგადი იყო ვიდრე thinking machines უბრალოდ. ხო, ამ პერიოდშივე მალევე შეიქმნა ეს პირველი ვერსია ნეირონული ქსელების, რომელიც ერთი ნეირონი იყო უბრალოდ პერსეპტრონი, ალბათ გავილი გაქვთ თქვენს მეცადინეობების პერიოდში და ადამიანები საკმაოდ გულანთებულები მუშაობდნენ ამაზე და ეგონათ, რომ საკმაოდ მალე შეძლებდნენ დიდი პროგრესის მიღწევას, მაგრამ აი სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ დადგა AI ზამთარი და AI ზამთარს ეძახიან იმ პერიოდს, როცა დიდი იმედგაცრუება მოყვა initial period of excitement, იმიტომ რომ აღმოაჩინეს რაღაცა ლიმიტები, რაღაცა შეზღუდვები, რომელსაც ვეღარ აბიჯებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი იყო, რომ აღმოაჩინეს, რომ პერსეპტრონს, რადგან შინაარსობრივად ეს წრფივი კლასიფიკატორია, არ შეუძლია XOR ფუნქციის სწავლა და ეს იმდენად ელემენტარული მარტივი მაგალითი იყო, რომელიც ამ ფუნქციას არ შეეძლო, რომ გადაელახარო, ხოლმე ეს ერთ-ერთი მაგალითია, მაგრამ ამასთან ერთად სხვა ბევრი მიდგომებიც, მაგალითად expert სისტემები და ეს ბევრი საწყისი მცდელობები ხელოვნური ინტელექტის შექმნის აწყდებოდა ესეთ გადაულახავ ბარიერებს, რომ ეს პერიოდი ამ გულანთებული მუშაობის შეწყდა და ეს ორჯერ მოხდა ესეთი პერიოდები, რომ რაღაც ადამიანებმა რაღაც დიდი პროგრესი შექმნეს, დიდი მოლოდინები შექმნეს მომავალზე, შემდეგ AI მთელი დადგა და შემდეგ მეორეთაც მოხდა იგივე და ბოლოს აი 90-იანი წლების შემდეგ უკვე ცოტა ნელი, მაგრამ მუდმივი პროგრესი ისევ შეინიშნება ამ სფეროში. და მოვედით უკვე დღეს, ეხლა უკვე პროგრესი არც ისე ნელი აღარ ჩანს, მაგრამ მე მგონი თუ იმ ადამიანებს რო შეგვეძლოს ველაპარაკოთ, ვინც 1950 წელს ხელოვნურ ინტელექტზე ფიქრობდნენ და რის შექმნასაც ცდილობდნენ, იმათ თუ თანამედროვე სამყაროს ვაჩვენებდით, მე მგონია რომ იტყოდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე აქ არის და უკვე გვაქვს. უამრავი ვერსია ამისი, ზოგი სხვადასხვა შეზღუდვებით, ზოგი სხვადასხვა ბენჩმარკებზე სხვადასხვა შედეგები აქვს, მაგრამ თუ ესე დიდი თუ შორიდან ცოტა მოჭუტული თვალებით შევხედავთ, ესენი ყველა ერთმანეთის მსგავსია და თითქმის ყველას მაღალი ალბათობით შეუძლია ადამიანის იმიტაცია იმ დონეზე, რომ ელემენტარული არ იქნება ყოველ შემთხვევაში გარჩევა ადამიანის ველაპარაკებით თუ ამ რომელიმე AI სისტემას. ხო, ეს ნიშნავს თუ ხო, აქ რადგან უკვე მოვედით, ეს ნიშნავს თუ არა რომ მივახციეთ ჩვენი მიზანს, რაც გვინდოდა და შეგვიძლია შევწყვეტოთ ამაზე მუშაობა. რა თქმა უნდა არა, როგორც ყველა სხვა სფეროში ადამიანების განვითარების ჩვენი საბოლოო და ახალი მიზანი AI-ის შემდეგ სინამდვილეში არის რომ AI კი არ გვინდა ხელოვნური ზოგადი ინტელექტი. ანუ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დაარქვა ნებისმიერ პროგრამას, რომელიც რაღაც კონკრეტულ ამოცანას კარგად ჭრის, მაგრამ და ეს თუ ვიწრო დავირჩიოთ ამ ამოცანას და თუ დავივიწროთ სფეროს, რომელიც გვაინტერესებს, ხელოვნური ინტელექტის უამრავი პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია, მაგრამ ახალი სამიზნე, არც ის ახალი, მაგრამ ეხა უკვე ჩვენი სამიზნე არის ხელოვნური ზოგადი ინტელექტი, რომელსაც ქვია AGI. და ეს AGI-ის ტერმინიც გაჩნდა პირველად არც ისე ცოტა ხნის წინ, 1997-ში, აი ეს სამი ადამიანი, შეინ ლეგი, ბენ გოერცელი და მარკუს ჰატერი. ეს ადამიანებმა დაწერეს ნაშრომი, რომელშიც ასევე ეს ტერმინი შემოიღეს და განსაზღვრეს, რომ მნიშვნელოვანი კი არ არის რაღაც კონკრეტული ერთი
ერთსფეროში ინტელექტის გამოვლენა, არამედ ჩვენი საბოლოო სამიზნე უნდა იყოს ზოგადად ისეთი ინტელექტის შექმნა, რომელსაც გადარიგით თამაშით კარგად შეიძლება მანქანის მართვაც, ადამიანთან დიალოგის გამართვაც, სამეცნიერო კვლევის ჩატარებაც და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი რაც შეიძლება მოგაფიქრდეს, რაც ადამიანს შეუძლია. ხო, AGI-ის შექმნაზე რადგან დავიწყეთ საუბარი, აქვე შეგვიძლია ვისაუბროთ Google DeepMind-ზე, რომელიც არის ჩემი ახლანდელი სამსახური და Google DeepMind-ის მისია დაფუძნების დღიდანვე არის რომ შექმნას ხელოვნური ზოგადი ინტელექტი პასუხისმგებლიანობით და კაცობრიობის სასარგებლოდ. Google DeepMind-ი 2010 წელს დაარსდა ლონდონში, ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქ ფოტოზე ხედავთ სამ დამფუძნებელს და თუ შენიშნეთ, ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ეს შეინ ლეგი წინა სურათიდან, რომელიც AGI ტერმინის შექმნაში იყო ერთ-ერთი მთავარი ადამიანი და 2014 წელს Google DeepMind-ის მისია თავიდანვე 2010 წლიდანვე იყო ესეთი AGI-ის შექმნა, რომელიც შემდეგ ყველა სხვა პრობლემას გადაჭრიდა და მაშინ ჯერ კიდევ ადამიანებს რა თქმა უნდა ეს ტერმინი საერთოდ პოპულარული არ იყო, მაგრამ Google-მა ადრე აღმოაჩინა ეს კომპანია და 2014 წელს შეიძინა მას შემდეგ, რაც Google DeepMind-მა უბრალოდ მაშინ მხოლოდ DeepMind ერქვა, შეძლო რაღაც უნივერსალური პროგრამის შექმნა, რომელსაც ეს ძველი სტილის ათარი გეიმების, ათარი თამაშების თამაში შეეძლო პირდაპირ პიქსელებზე შეხედვით და არა რამე დავიწროვებით, რომელიც თითოეულ თამაშისთვის ძალზე პროგრამის შექმნას მოითხოვდა. ეს იმ დროისთვის საკმაოდ დიდი მიღწევა იყო. და ამის შემდეგ Google DeepMind-ს აქვს უამრავი მიღწევები, რომელიც აქ ჩამოთვლილია, ყველას არ ჩამოუთვლი, მაგრამ ეს პროგრესი მოკლედ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ნამდვილად შთამბეჭდავია და საბოლოო მიზანი Google DeepMind-ის მაინც ყოველთვის ხელოვნური ზოგადი ინტელექტის შექმნა, უბრალოდ ამ შექმნის გზაზე, როგორც რაღაცას აღმოაჩენენ ისეთი, რაც შეიძლება კაცობრიობისთვის უკვე სასარგებლო იყოს, ამ ყველაფრის გამოქვეყნება და გამოყენება ხდება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღსანიშნავი ბოლოს რაც მოხდა, რითიც ნობელის პრემია დაიმსახურა Google DeepMind-ის დამფუძნებელმა და CEO-მ დევის ასაბისმა, არის AlphaFold-ის შექმნა, რომელმაც ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა ბიოლოგიის სფეროში, protein folding-ის პრობლემის სრულად გადაჭრით. ქართულად protein folding ზუსტად არ ვიცი როგორ ვთქვათ. ხო. შემდეგი რაც მინდა რომ ვისაუბრო არის რომ AGI-ის შექმნის გზაზე ბევრი დაბრკოლებები არსებობს, რა თქმა უნდა, და ისიც შეგვიძლია თქვათ, რომ საერთოდ როგორ შეიძლება მიუდგე ამ პრობლემას, მაგაზეც უამრავი განსხვავებული აზრი არსებობდა და დღემდე არსებობს და DeepMind-ის კვლევებიც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა, მაგრამ მოვედით დღეს 2025 წელს, როცა ყველაზე ახლო ტექნოლოგია და ყველაზე ახლო შედეგები, რაც გვაქვს AGI-სთან, იმ განმარტების მიხედვით, რაც ეხლა ვთქვით, არის large language modelები, დიდი ენის მოდელები. 2023 წელს Microsoft AI Research-მა გამოქვეყნა ესეთი რეპორტი, რომლის მიზანიც იყო ზუსტად ამის შეფასება AGI არის თუ არა GPT-4 მოდელი და სათაურად ერქვა ამ ნაშრომს Sparks of Artificial General Intelligence და რო შევაჯამოთ ეს საკმაოდ დიდი რეპორტი იყო, ბევრ დეტალებში შევიდა, მაგრამ შევაჯამოთ თქვა, რომ ეს რომ GPT-4 აჩვენებს ნაპერწკლებს ხელოვნური ინტელექტის ბევრ სხვა შეზღუდვებთან ერთად, რომელიც თითქმის ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ეს ერთ-ერთი დიდი არგუმენტია იმისიც, რატო შეიძლება ითქვას, რომ ისტორია იმ ადამიანებს, ვინც ამაზე 70-80 წლის წინ მუშაობდნენ, დღევანდელი large language modelები ალბათ AGI-ისგან განურჩევლად, ან იმ AI-ისგან, რაზეც მაშინ ფიქრობდნენ, განურჩევლად მოეჩვენებათ.
და ნუ პრობლემები რაც მაინც რასაც ხაზი გაუსვეს იყო ეს ჰალუცინაციები არ შეუძლია კარგად დაგეგმვა და კრიტიკული აზროვნება, შეცდომები არითმეტიკის და თვლის დროს, სენსიტიურობა კონტექსტის მიმართ, რომ აი როგორ დაუსვამ კითხვას კონკრეტულად, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არ აქვს მუდმივი განვითარების შესაძლებლობა, უნარი როგორც ადამიანს, როცა ყოველდღიურად როცა ადამიანს დალაპარაკებით წინა მეხსიერება აქვს და იცის რა გააკეთა უკვე მანამდე და ამით განვითარდა. და ნუ აქვს რაღაც ბაიასები და ასე შემდეგ. თუმცა მე ვიტყოდი, რომ აი ეს ყველა პრობლემა, რაც აქ ჩამოთვლილია, რაც იმ ნაშრომში იყო აღწერილი, შეგვიძლია ვთქვათ ადამიანებზეც და არაფერი აქ არ არის რაც მარტო large language models მიემართება და ვერ ვიტყოდით ადამიანებზე. ერთადერთი მე ყველაზე მეტად რაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს არის, ვთქვათ ადამიანები შეიძლება ნაკლებად კონტექსტის მიმართ სენსიტიურები იყვნენ. თუმცა აი ცნობილი ამბავია რომ სოციოლოგიურ კვლევებში იმის მიხედვით კითხვას როგორ დაუსვამ ადამიანს ძალიან განსხვავება ან ერთ-იგივე საკითხზე თითქმის ერთ-იგივე შინაარსის კითხვა კონკრეტული სიტყვების შერჩევის მიხედვით შეიძლება სრულიად სხვადასხვა შედეგები მიიღო გამოკითხვის შედეგად. ამიტომ ამასაც მე ვერ ვიტყოდი რომ მაინც და მაინც large language modeლებისთვის არის მხოლოდ. ხო, რაც დარჩა large language modeლებსა და AGI-მდე, ეს არის დიდი განხილვის და დავის საგანი. კრიტიკოსები ამბობენ, რომ large language modelიდან AGI-მდე ჯერ კიდევ ბევრი ინოვაციური ნაბიჯები გვაქვს, იმიტომ რომ large language model-ი ერთადერთი რაც დაკეთებს არის ეს შემდეგი ტოკენის prediction-ი და ეს რა თქმა უნდა ესეთი ელემენტარული ამოცანა ვერ იქნება ესეთი ძლიერი და ყოველისმომცველი ინტელექტის საფუძველი როგორც ადამიანებს გვაქვს. ეს არის თქო კრიტიკა, მაგრამ ამაზე ილია სუცკევერის არგუმენტი, რომელიც ილია სუცკევერი არის OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ერთ-ერთი ფუძემდებელი იმის, რომ large language modelები შეიქმნა საერთოდ ამ დონეზე. აქამდე მოვიდა. ხო, ილია სუცკევერის არგუმენტი არის, რომ თუ წარმოვიდგენთ რაღაც სისტემას, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია წინასწარმეტყველება იმის თუ შემდეგი სიტყვა რა იქნება წინადადებაში, აი ამ ელემენტარული ამოცანის ძალიან კარგად გადაჭრა თუ შეუძლია, მაშინ ამ სისტემას უნდა კონდეს მთლიანი სამყაროს მოდელზე კარგი წარმოდგენა რაღაცნაირად. იმიტომ რომ რო ავიღოთ მაგალითად რამე წიგნი დეტექტივი, სადაც მთელი წიგნის განმავლობაში ინფორმაცია მიეწოდება მკითხველს იმის შესახებ რა ხდება და მე ბოლო წინადადებაში შეიძლება იყოს დიდი რიბიალი იმის შესახებ ვინ არის მკვლელი და თუ წარმოვიდგენ რომ large language model-ს ამის გამოცნობა შეუძლია იმ კონტექსტიდან გამომდინარე რაც მთელ წიგნშია, მაშინ ეს მთელი წიგნის შინაარსი ძალიან კარგად უნდა გაიგო. და ასევე ეს რა თქმა უნდა არ ეხება მხოლოდ ლიტერატურას, ნებისმიერ ტექსტს, ნებისმიერ თუნდაც სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც ადამიანებმა შეუქმნით დაუწერეთ, ეს ნაშრომები აღწერს სამყაროს და თუ large language model-ს უნდა რომ თუ large language model-ს შეუძლია გამოიცნოს ეს ტექსტები როგორ გრძელდება რაღაც კონტექსტიდან გამომდინარე, ესე იგი კარგად ესმის ის პროცესები, რომელიც ამ ტექსტის დაგენერირებაში მონაწილეობდა. აი თუნდაც ფერებს ვერ ხედავდეს მოდელი, რომელიც მხოლოდ ტექსტია ნავეცადინები. წინადადებებიდან გამომდინარე, მაინც კარგად უნდა ესმოდეს ფერის ცნება, რას ნიშნავს. და ნუ ერთი კიდევ დიდი კრიტიკა, რაც ამ large language modelების მიმართ არის, რომ ეს არის უბრალოდ ადამიანების, ანუ ეს არის უბრალოდ კაცობრიობის მიერ შეკრებილი ცოდნა და ეს ცოდნა შეკუმშული მაქსიმალურად ერთ რაღაც უზარმაზარ მოდელში. ამ კრიტიკაზე საპასუხოდ მინდა გაგაცნოთ ესეც, რომ შეკუმშვა ან compression-ი და წინასწარმეტყველება ან prediction-ი არის ეკვივალენტური ერთმანეთის ტექნიკურად. ასე რომ ძალიან კარგი ჯერ ვთქვათ რატო არის ესენი ეკვივალენტური, ჩემთვის ეს საკმაოდ არაინტუიტიური იყო, მაგრამ თუ დავფიქრდებით, თუ გვაქვს რაღაც მოდელი, რომელსაც კარგად შეუძლია წინასწარმეტყველება იმისი შემდეგი რა იქნება გრძელ ტექსტში. ამისთვის არსებობს ინფორმაციის თეორიაში ალგორითმი, რომელიც პირდაპირ შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ აი ამ
მოდელიდან, რომელსაც prediction-ი შეუძლია მოხდეს კარგად, გააკეთო ძალიან ძლიერი კომპრესორი, რომელსაც შეუძლია შეგუმშვას შენი ინფორმაცია და ერთ-ერთი ალგორითმი, რაც შეიძლება გამოიყენო, არის არითმეტიკული კოდირება, arithmetic encoding ინგლისურად. და პირიქითაც მუშაობს, თუ გვაქვს რაღაც მოდელი, რომელსაც ძალიან კარგი compression-ი შეუძლია, ამითი შეგვიძლია წინასწარმეტყველი მოდელიც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეთოდი, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის უბრალოდ დავიღებთ ყველა შესაძლო გაგრძელებას და ვნახოთ, რომელი გაგრძელება უფრო მეტად გუმშავს უკვე არსებულ ტექსტს ამ გაგრძელებასთან ერთად და რომელიც ყველაზე კარგად შეგუმშავს, ის იქნება შედარებით მაღალ ალბათობით. აქ ამ სლაიდზე მე დაშვებას ვაკეთებ, რომ ეს ცნებები შეგუმშვის მეტნაკლებად ნაცნობია თქვენთვის, მაგრამ თუ რაღაც კითხვები გაქვთ, არ მოგერიდოთ, რომ შეინახოთ, ანახავთ ჩატში დაწეროთ და მე ბოლოს შეგვიძლია მიუბრუნდეთ. ხო, ამ საკითხზე კიდევ ერთი საინტერესო ამბავია, ეს ადამიანი ალბათ არ ვიცი თუ გეცნობათ, წინა რამდენიმე სლაიდიდან, ესეც ერთ-ერთი ავტორია ტერმინის AGI, მარკუს ჰატერი, რომელმაც ასევე კიდევ ერთი უდიდესი კონტრიბუცია შეიტანა ამ სფეროში და შექმნა ეს 9 მილიონ ევროიანი Hatter Prize. და ამ პრიზის განსაზღვრება არის ძალიან მარტივი. უნდა შექმნა პროგრამა, რომელიც დაბეჭდავს პირველ მილიარდ ბაიტს ვიკიპედიიდან. ერთადერთი ამოცანა უნდა დაბეჭდო ვიკიპედიის პირველ მილიარდი ბაიტი და რაც შეიძლება პატარა უნდა იყოს შენი პროგრამა. და თუ შენ გააუმჯობესებ მანამდე საუკეთესო შედეგს 1%-ზე მეტით, გადმოგეცემა პრიზი ამ 500,000 ევროდან პროპორციულად იმისი, რამდენად შეიძლება გაუმჯობესებას, რამდენი ბაიტი შეიძლება გაუმჯობესებას და ეს ადამიანი მუშაობს Google DeepMind-ში და ეს challenge-ი ეს გამოწვევა ზუსტად იმიტომ გააკეთა, რომ თუ თეორიულად ვინმე შეძლებს ამ compression-ის საგრძნობლად გაუმჯობესებას, ეს ძალიან დიდი ალბათობით დიდ პროგრესს ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, ზუსტად იმ prediction compression equivalence-ის გამო, რაზეც ვილაპარაკეთ. და ერთ-ერთი კიდევ ჩემთვის საინტერესო და ეს მაგალითი როცა ვნახე ძალიან აღფრთოვანდი, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე თეორიულად კი ვილაპარაკეთ, ეხლა წინაზე რაც თქვით, რომ შეგუმშვა და prediction-ი ეკვივალენტურია, ხო ასევე ხაზი მინდა გავუსვარო, აქ იგულისხმება აუცილებლად lossless and ისეთი შეგუმშვის ალგორითმები, რომელიც არ კარგავს ინფორმაციას. თქვენ ალბათ ნასწავლი გექნებათ auto-encoderები, რომელიც ხშირად გამოიყენება და რომელიც შეიძლება კარგავდეს ინფორმაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმაცია არ შეიძლება დაიკარგოს. და მაგის მიუხედავად მაინც ეკვივალენტურია ეს prediction და compression. ხო, და ეს მაგალითი არის მოკლედ ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა მგონი 1 წლის წინ ახლა უკვე და მოკლედ აღმოაჩინეს, რომ სტანდარტული კომპრესიის ალგორითმი, რომელსაც ქვია gzip, რომელიც ძალიან ძველია და ბევრი წელია გამოიყენება ტექსტის შეგუმშვისთვის, აღმოჩნდა, რომ ეს gzip შეიძლება გამოიყენო ისე მარტივად, როგორც წეგან აღწერეთ, აი ამ prediction-ის და compression-ის equivalence-ის პირობებში, რომ მოკლედ ტექსტის კლასიფიკაციით გადაასწრო ესეთ advanced და დიდ მოდელებს, როგორც იყო BERT რამდენიმე წლის წინ state of the art მოდელებს მოკლედ. ამ ნაშრომს შემდეგ ცოტა კრიტიკა მოუყვა და აღმოჩნდა, რომ ეს შედეგები არც ისეთი კარგია, მთლად როგორც ორიგინალ ნაშრომში იყო აღწერილი, მაგრამ მაინც საკმაოდ შთამბეჭდავია იმის კვალობაზე, რომ სხვა ყველა მიდგომა გაცილებით უფრო კომპლექსურია და ეს უბრალოდ იყენებს ამ gzip ალგორითმს, რომელიც დიდი ხანია არსებობს მოკლედ და ამ gzip ალგორითმით შექმნეს თითქმის state of the art text classification. ხო, ეხლა ეს ამაზე კი ვისაუბრეთ, დავუშვათ ჩვენი ხო, ერთ-ერთი ვისაუბრეთ, რომ შეგუმშვა და ეს დიდი language მოდელები ერთ და იგივეა და თქვა გვიმჯობესდება ეს შეგუმშვა და ვაუმჯობესებთ ახალ language მოდელებს, რატომ გგონია, რომ მომავალში ეს პროგრესი შეიძლება იყოს შენარჩუნებადი. და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის აი ეს scaling hypothesis, ეგრეთ წოდებული,
რომელიც 2020 წელს დაიწერა, ანუ ჯერ კიდევ ChatGPT-ის შექმნამდე. და ეს სურათები არის OpenAI-ის ნაშრომიდან, ეს მარცხენა მხარე, რომელიც აჩვენებს, რომ თუ მოდელის არქიტექტურას დატოვებ მეტნაკლებად უცვლელს და უბრალოდ პარამეტრების რაოდენობას ცვლი და წარმოვიდგინე, რომ მონაცემები გაქვს უსასრულოდ ბევრი, მაშინ იმის მიხედვით რამდენ compute-ს დახარჯავ, ანუ რამდენი ხანი დაატრენინგებ შენ მოდელს, ძალიან მაღალი სიზუსტით შეგიძლია გამოიცნო რა იქნება საბოლოო validation loss-ი შენს მონაცემებზე. და ეს scaling law პირველად მინდაღმოაჩინა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე უფრო დარწმუნებული ამ scaling law-ში იყვნენ OpenAI-ის ხალხი, რომლებმაც დაიჯერეს ეს რო სიმართლეა, მოკლედ სხვა ყველა ამბობდა, რომ კი ეს კანონი არსებობს და ეს კანონი ნარჩუნდება პატარა მოდელების ზომაზე, მაგრამ ეხლა შენ თუ ადგები და მილიარდ პარამეტრიან მოდელებს გააკეთებ, ეს რა თქმა უნდა, ესე მარტივად აღარ იქნება და შენ რო ამ მოდელის ზომას გაზრდი, ეს ლოსი ესე ფივად არ ჩამოვა დაბლა. ფივად გამოდის, იმიტომ რომ ლოგარითმული შკალაა, მაგრამ მაინც იმ დროისთვის და დღემდე საკმაოდ გასაოცარია, რამდენად მაღალი სიზუსტით შეიძლება ამის გამოცნება. ხო, და ეს scaling law ერთადერთი კომპანია, რომელსაც მართლა დაიჯერა და გარისკა ბევრი ინვესტიცია ჩადება ამ მიმართულებაში იყო OpenAI და ამიტომაც მოხდა, რომ პირველი პროდუქტი ChatGPT-ის სახით მათ შექმნეს, რომელთაც გაუწეს მსოფლიო. და აქეთ მხარეს ხედავთ ინვესტიციას, რომელიც მარჯვენა მხარეს ხედავთ ინვესტიციას, რომელიც იხარჯებოდა ისტორიულად ამ მოდელების შექმნაზე. ხო, ცოტათი უფრო ნელა მივდივართ, ვიდრე მე მქონდა თავიდან დაგეგმილი, ამიტომ ვეცდები, რომ ავაჩქარო, რომ ბოლოში კითხვებისთვის დროც დაგვრჩეს. ხო, ერთ-ერთი ასევე მთავარი მიზეზი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მომავალში ეს პროგრესი გაგრძელდება და არ შენელდება, არის მორის კანონი, რასაც აქამდეც შეიძლება ალბათ ხსმენიათ და გაიგიათ, რომ პირველივე წლებიდან, როცა კომპიუტერი და მიკროპროცესორი შექმნა კაცობრიობამ, თითქოს რაღაცა უხილავი კანონით, უხილავი წესებით, ყოველ 18 თვეში ტრანზისტორების რაოდენობა მის მიკროპროცესორებში ორმაგდება. და ესეც რაღაც ძალიან უცნაურად წრფივ კანონზომიერებას მიყვება, როცა ლოგარითმულ სკალაზე გამოვაჩენთ ამ პროგრესს. რაღაც მხრივ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს არის self-fulfilling prophecy, ანუ თვით აღსრულებადი წინასწარმეტყველება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდებოდა ისტორიულად და მომავალშიც ძლიერი არგუმენტი არ არსებობს, რატო არ შეიძლება, ანუ რატო უნდა ვთქვათ, ეს არ გაგრძელდება და თუ ეს გაგრძელდება, ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ექსპონენციალურად უფრო მეტი და მეტი უფრო მეტი გამოთვლითი რესურსები გვექნება იგივე ფასად. და თუ ამას დავუმატებთ აი ამ scaling law-ს, რომელიც წინაზე ვნახეთ, ნიშნავს, რომ არანაირად ეს ნიშნავს, რომ მომავალშიც მოსალოდნელია, რომ იგივე ფასად ექსპონენციალურად უფრო მეტი კომპიუტი გვექნება, რაც თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ გვექნება ფივად უფრო ნაკლები validation loss-ი ჩვენს dataset-ზე, თუ დავუშვებთ, რომ მონაცემების რაოდენობა არის უსასრულო. და ასევე აქვე უნდა დავუმატო, რომ ამაზე როცა საუბრობ, ხშირად ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ კი ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ წარმოუდგენელია ეს პროგრესი ესე გაგრძელდეს, წარმოუდგენელია, რომ AGI მიიღწეოდეს მხოლოდ იმით, რომ უბრალოდ გავაკეთოთ რაღაც next token prediction-ით და დავხარჯოთ უზარმაზარი გამოთვლითი რესურსები ჩვენი hardware-ის და ენერგიის, რაც გვაქვს. მაგრამ აქვე მინდა გავეხსენოთ ეს წარი გაკვეთილი, რომელიც დაწერა რიჩარდ სატონმა, რომელიც არის 50-60 წლის განმავლობაში ამ სფეროში მუშაობდა და იკვლევდა AI-ს ძირითადად reinforcement learning-ის მიმართულებით მუშაობდა და რამდენიმე წლის 2019-ში გამოაქვეყნა ეს
თავისი ძალიან მოკლე სტატია იმის შესახებ, რომ თავის კარიერის განმავლობაში ეს მწარე გაკვეთილი ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს და თავის თავზე წამოსამას, რომ საბოლოო ჯამში ის მეთოდები, რომელიც კარგად მუშაობს, არის ისინი, რომლებიც ეფუძნება უფრო მეტად ბევრი computation-ის და hardware-ის გამოყენებას და დიდი რესურსების დახარჯვას და არა იმას, რომ რაღაც გენიოსი ადამიანები დასხნენ და რაღაც გენიალური ალგორითმი მოიფიქრეს, რომელიც იყო რაღაც AGI-ის რეცეპტი და ისტორიულად ჯერჯერობით ეს ყველაფერი მართლდება, თუმცა ეს მწარე გაკვეთილი დრო და დრო კიდევ აღმოაჩენთ ხოლმე, რომ ადამიანებმა ვერ ვისწავლეთ განსაკუთრებით ამ სფეროში, ვინც მუშაობს. ხო, ერთ-ერთი ამის მაგალითიც ასევე არის ეს AlphaGo და AlphaZero-ს ისტორია. როგორც იცით, ჭადრაკში 1997 წელს გახდა ჩემპიონი Deep Blue, IBM-ის Deep Blue პროგრამა და იმის შემდეგ ადამიანებს შანსიც აღარ ქონიათ, რომ ოდესმე პროგრამისთვის მოეგოთ. იგივე ისტორია განმეორდა AlphaGo-ზე 2016 წელს, რომელიც DeepMind-მა შექმნა. და აი ამ მწარე გაკვეთილის კონტექსტში ესეც თითქოს მიუთითებს, ესეც ეთანხმება ამ შეხედულებას, რომ თავის დროზე როცა ეს შემთხვევა მოხდა 97-ში და 2016-შიც, ჭადრაგზეც და AlphaGo-ზეც იყო ესეთი შეხედულება, რომ რა თქმა უნდა პროგრამები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ეს პროგრამები ადამიანების მიერ თამაშებ ისტორიულ მონაცემებზე ნამეცადინები და ასევე იმას ამბობდნენ, რომ აი ადამიანს თუ მისცემ პროგრამას და ისე ითამაშებს, მაშინ ეს ადამიანი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მხოლოდ პროგრამა. და ეს ყველაფერი სიმართლე იყო მაშინ, როცა თქვეს, მაგრამ აი AlphaZero-ს ბოლო ვერსიაზე ძალიან მარტივი დემონსტრაცია მოხდა იმის, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღე ტრეინინგით, საკმაოდ ბევრი რესურსის დახარჯვით, მაგრამ სრულიად დამოუკიდებლად ტრეინინგ დატასი, რომელიც ადამიანების მიერ თამაშებს შეიცავდა და რომელიც ადამიანის, ანუ ხო, ისეთ იმისგან სრულიად დამოუკიდებლად, რომ ადამიანისგან რამე დახმარება გაეზიარებინა ამ ალგორითმმა, შეძლო დამოუკიდებლად ესწავლა ჭადრაკიც, Go-ც და ეს კიდევ ერთი ახალი თამაში Shogi-ც, რომელიც საკმაოდ პოპულარულია აზიაში და მოუგო ყველა სხვა პროგრამას, რომელიც ადამიანის დახმარებით იყო ნამეცადინები, ადამიანის შექმნილ მონაცემებზე იყო ნამეცადინები და ყველა სხვა ჭადრაკის პროგრამასაც, რომელიც რაღაც სხვა ჰიბრიდულ მოდელებს იყენებდა, მოკლედ. ხო, ამის შემდეგ უკვე თუ გავაგრძელებთ ამ ინტერპოლაციას მომავალში, მოკლედ ეს ჩვენი მოდელები უმჯობესდება, უფრო და უფრო მეტი computation გვაქვს. აი აქ ხო, უფრო და უფრო მეტი computation გვაქვს, აი რა ეტაპზე შეიძლება მართლა ველოდოთ, რომ ადამიანის ისეთ large language models, ან ისეთ სისტემას მივაღწიოთ, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რაც ადამიანს შეუძლია. გულისხმობ კოგნიტურ task-ებს. და აი ამ სლაიდით ვეცადე რომ ამ კითხვაზე პასუხი გამეცა. ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა ზუსტი არ მაქვს, მაგრამ აი თუ ამ გრაფიკს შეხედავთ, ეს არის რამდენ პარამეტრიანი large language მოდელები გვაქვს წლის მიხედვით ადამიანებს შექმნილი კაცობრიობას. 2023 წლის შემდეგ უკვე მონაცემები საკმაოდ რთულად მოსაპოვებელი ხდება, იმიტომ რომ აღარ ასაჯაროვებენ კომპანიები, როგორც ეს რამდენ პარამეტრიან მოდელებს იყენებენ, მაგრამ აქ ხედავთ, რომ აი 2023 წლისთვის დაახლოებით ეს არის დაახლოებით 1000 მილიარდი პარამეტრი, ანუ დაახლოებით ტრილიონ პარამეტრიანი მოდელი იყო GPT-4 და ადამიანის გონებაზე ჯერ კიდევ რეი კურსოელი წერდა, რომ აი ნეირომეცნიერებებით და ბიოლოგიური შეფასებებით თუ დაუშვებთ ამ გამარტივებას, რომ ადამიანის გონებაც ხელოვნური ნეირონული ქსელებით მუშაობს, დაახლოებით ჩვენ გვაქვს 10-დან 300 ტრილიონამდე შეერთებები დაახლოებით 100 მილიარდ ნეირონს შორის. ანუ ეს ვეითების რაოდენობა უკვე საკმაოდ უახლოვდება ადამიანის გონებაში, რაც გგონია, რომ სინაფსების ან შეერთებების რაოდენობაა და რეი კურსოელის წინიდან არის ეს მარჯვენა გრაფი, რომელიც აი ამ ტრენდს მიყვებოდა ზუსტად, რომ ექსპონენციალურად იზრდება ჩვენი computation-ი, ანუ hardware-ი, რაც გვაქვს იმისთვის, რომ გამოთვლები გავაკეთოთ და
ჩვენ პროგრამის გაუშვოთ და აი სადღაც 2023 წელს თქვა რომ ერთი ადამიანის გონების ეკვივალენტი კომპიუტეიშენი გვექნება ერთ დატა ცენტრშია და საკმაოდ უცნაურიც გია თითქმის რომ ესეთი სიზუსტით შეეძლო გამოიცნო ესეც ცოტა ბუნდოვანი საკითხია მართლა რამე გამოიცნო თუ არა მაგრამ ესე ერთ შეხედვით ზედაპირულად ნამდვილად მაღალი სიზუსტით აღმოჩნდა დაასვა ხო და ამის შემდეგ უკვე ამ გრაფიკის მარჯვენა მხარეს რაც ხდება ამას თუ შევხედავთ ეს უფრო გაცილებით უფრო საშიშად გამოიყურება ვიდრე რაც მარცხენა მხარეს ხდება იმიტომ რომ აი მე ამბობს რომ უკვე 2050 წელს და შეიძლება უკვე უფრო მალეც თუ თანამედროვე სხვა estimation შევხედავთ ამის მერე უკვე ხდება ეს ექსპონენციალური take-off-ი და singularity როცა უკვე იმის მერე რაც შევქმნით ერთ მოდელს რომელსაც ადამიანის დონის ყველა ამოცანის გადაჭრა შეუძლია მაშინ რაღაცში გვჭირდება ადამიანები ეს მოდელი შეუძლია ავდგეთ და თავის გაუმჯობესებაზე მიმართოთ და ამის მერე ეს მოდელი უკვე ადამიანის გარეშე ამ იტერაციულ თვით განვითარებაზე იმუშავებს და სადამდე შეიძლება წავიდეს ანუ ზღვარი იმ ინტელექტის დონეს რაც შეიძლება ესეთმა სისტემამ მიაღწიოს ჩვენთვის სრულიად უცნობია და წარმოუდგენელი და აი ამ საშიშროების შესახებ ბევრი ადამიანი წერს, ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ საკითხზე, როგორ შეიძლება თავი დავიცვათ ესეთი ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, ეს ორია, რომელიც ჩემი აზრით განსაკუთრებით გამორჩეულია თავიანთი აქტივიზმით და თავიანთი პესიმისტური შეხედულებებით მომავლის შესახებ და ამით ჩემი აზრით განსაკუთრებით საინტერესოა მათი კითხვა და ასევე აქ ერთი წიგნის რეკომენდაციაც დავამატე, რომელიც ასაც ქვია ავოგადრო კორპ, წიგნი 2011 წელს დაიწერა და იმის საპირისპიროდ, რასაც ისტორიულად ამბობდნენ ხოლმე, რომ აი როგორც თავიდან ტერმინატორის მაგალითი იყო ეგზისტენციალურ საფრთხედ ყოველთვის წარმოედგინათ ხოლმე რობოტები, ანუ რაღაც ავტონომიური იარაღები და AI თითქმის ამ რობოტების ეკვივალენტური ხდებოდა და შიშს ადამიანებისთვის საშიში ის იყო, რაც განსხეულებული იყო რობოტის სახით, რომელსაც ადამიანური სხეული აქვს და ადამიანური ზიანის მოყენება შეუძლია, მაგრამ აი ეს წიგნი ავოგადრო კორპ არის იმის შესახებ, რომ საერთოდ არ საჭირო განსხეულება და თეორიულად შეიძლება არ არის ეს სამეცნიერო ნაშრომი, ნოველა, მაგრამ ძალიან კარგად არის ჩემი აზრით აღწერილი, როგორ შეიძლება უბრალოდ სისტემამ, რომელსაც მხოლოდ იმეილების გაგზავნა შეუძლია და რეალურად მხოლოდ ავტოკომპლიტისთვის იყო შექმნილი, უდიდესი ზიანი მოიტანოს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არც სხეული კონდეს და არ არის ფიზიკური განსხეულება. და ასევე ამ პრობლემების თემაზე ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, ვიზეც გირჩევთ, რომ თუ არ იცით ისწავლოთ უფრო მეტი და გაიგითხოთ, არის ჯეფრი ჰინტონი, რომელმაც ასევე ნობელის პრემია მიიღო 2024 წელს. ჯეფრი ჰინტონი იყო ილიას სუცკევერის ერთ-ერთი ადვაიზორი, PhD ადვაიზორი და მოკლედ ეძახიან Godfather of AI. AI-ს ნათლიად მოიხსენიებენ, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა AI-ზე, AI Winter-ის ესეთი ადამიანი, ვინც AI Winter-ის განმავლობაში არ ნებდებოდა და აგრძელებდა მუშაობას ნეირონულ ქსელებზე და მართალი აღმოჩნდა ბოლოს, რა თქმა უნდა, ნეირონულ ქსელებმა, როგორც გამართა ყველა ვნახეთ და ეს ადამიანი თავისი კარიერის ბოლო წლებს უთმობს თლიანად AGI საფრთხეებზე საუბარს და აქ ჩამოვთვალე ასე უამრავი სხვა ტიპის პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით იმის გამო, რომელსაც წავაწყდებით თუნდაც AGI არ გვქონდეს, უბრალოდ რაღაც ჭკვიანი ანუ უბრალოდ რაღაც ძლიერი ინტელექტის მქონე არსება, რომელსაც უკონტროლოდ გაუშვებთ, უამრავი პრობლემის შექმნელი შეიძლება იყოს და ჯეფ ჰინტონი იმასაც კი ამბობს, რომ მისი აზრით თანამედროვე large language მოდელებს რაღაც ცნობიერების მსგავსი უკვე აქვთ და ჩვენ უბრალოდ რაღაც ადამიანური
კედმაღლობა გვიბიძგებს იმისკენ, რომ ვთქვათ, რომ არა ჩვენ ადამიანები მაინც რაღაც განსხვავებული ცნობიერებით გამოირჩევით ამ მოდელებისგან ამ მოდელებისგან განსხვავებით. და საბოლოოდ საფრთხეებზე ძალიან ბევრი არ გავჩერდეთ, ეს თემა მინდოდა მაინც თქვენთან მეხსენებინა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც პოტენციურად იქნება AI მომავლის არქიტექტორები და ამ მომენტში AGI თითქოს ძალიან ახლოს არის, მაგრამ იმასაც გავიხსენებთ, რომ ადამიანები ძალიან ბევრი შესაძლებლობით დაგვიშვიათ წარსულში იმის შესახებ რა შეიძლება მალე მოხდარიყო და AI ვინტერიც მოხდა რამდენჯერმე და არაფერი რა თქმა უნდა გარანტირებული და დასაბუთებული არ არის იმ ყველა კომპონენტიდან რაზეც აქამდე ვისაუბრეთ ყველაფერი ერთად თუ არ შეიკრიბა, ანუ ერთი მაინც რო არ გამოვიდეს, ერთ-ერთი მაინც რო ძლიერი ბოთლნეკი აღმოჩნდეს, შეიძლება ეს მთელი პროგრესი შეენებდეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით საკმაოდ დიდი დავის საკითხია, რამდენად მართლა ახლოს ვართ ამასთან თუ არ ვართ. ხო, ეს იყო სულ ცოტა დიდხანს გაიცვალა პრეზენტაცია, რომ ვაპირებდი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს ოლიმპიადაზე. ვიცი რომ ძალიან განსაკუთრებით ჭკვიანი და კარგი ბავშვები ხართ შეკრებილი და ხო, ყველაფერს მიუხედავად ეს მინიმუმ ძალიან კარგი გამოცდილება მაინც იქნება. ამით დავასრულებ პრეზენტაციას და შემიძლია მოვისმინოთ თქვენი შეკითხვები და გიპასუხოთ რაც გაინტერესებთ. დიახ, აი Q&A-ზე შოთამ გავთიშოთ რეკორდინგიო ბარემო და კარგი იქნება თუ გავთიშოთ. მე არ მაქვს, თორე მე ვიზავდი. არ არის პრობლემა, გავთიშე. იბათ ამ და გისმენთ კითხვებს. ნუ პირველ რიგში ძალიან საინტერესო იყო, მომეწონა ძალიან ლექცია და ნუ კითხვაზე ერთი მაინტერესებდა აი compression-ზე დამამახსოვრდა და აი compression-ში რა იგულისხმეთ უფრო კონკრეტულად ეგ მაინტერესებს. რა ჩემს screen-ს აღარ ვაშიარ, ხომოდი დავაბრუნებ screen share-ს. რეკორდინგი მგონი მაინც გრძელდება? გრძელდება? მეგონა რომ 1-3 stop.